ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი. როცა გააჩინა ღმერთმა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად გააჩინა ისინი, აქ ურთხა და უწოდა მათ სახელად ადამი, მათი შექმნის დღეს. დღევანდელ საკითხავში საყვარელნო, უდიდესი და გამოუთქმელი განძიდებს. ვიცი რომ ბევრი თქვენგან სახელთა ჩამონათვალს რომ ისმენს და ზედაპირულად უცქერის წმინდა წერილიდან წაკითხულ სიტყვებს ფიქრობს რომ ეს სიტყვები უბრალოდ სახელებს ამცნობს და სხვა არააზრის შემცველი არ არის. მაგრამ მე ყველას გთხოვთ, ჩაუვლით უყურადღებოთ იმას, რასაც საღვთო წერილი გთავაზობთ, იმიტომ რომ ყველაფერი რაც კი აქ წერია, უდიდესი და მდიდარი აზრის შემცველია. რადგანაც ნეტარი წინასწარმეტყველების სულიწმინდის ჩაგონებით ლაპარაკობდნენ, ამიტომ სულიწმინდის მადლით დაწერილი წმინდა წიგნები მათში დაფარულ საგანძურს შეიცავენ. და გაგიკვირდება რომ მე გპირდებით სახელთა ჩამონათვალში დიდი და ფარული აზრი დაგანახოთ. წმინდა წერილში ერთი მარცვალიც, ერთი ხაზიც კი არ არის ისეთი, რომლის სიღრმეშიც უდიდესი სიმდიდრე არ იყოს ჩამალული. ამიტომ საღვთო სიტყვებს მხოლოდ ზეგარდმო მადლით მოცულები და წმინდა სულით განათლებულები უნდა მივუდგეთ. საღვთო წერილის გასაგებად ადამიანური სიბრძნე კი არ არის საჭირო, არამედ სულიწმინდის გამოცხადება, რათა ჩვენ დაწერილის ჭეშმარიტ აზრს ჩავწვდეთ და მისგან უდიდესი სარგებლის მიღება შევძლოთ. თუ კი საყოფო ცხოვრება საქმეთა შესახებ, წარმავალ ადამიანთა მიერ დაწერილი წიგნები ამხელა მნიშვნელობას იძენს მხოლოდ ამ წერილობითი ძეგლის დასაწყისში აღნიშნული თარიღის გამო და თუნდაც მხოლოდ ერთი სიტყვის გამო. მას სულიწმინდის მიერ დაწერილ საღვთო წერილში მით უმეტეს შეიძლება ვიპოვოთ, თუ კი ყურადღებით ვიქნებით და ზედაპირულად კი არ გადავიკითხავთ მას, არამედ გონებას დავძაბავთ და ჩვენც მათსავით ვიბეჯითებთ ვინც გრძნობათ საგნებს. ჩაჰკირკიტებს გულმოდგინებით. მადნის მთხრელებიც არ რჩებიან მხოლოდ ზედაპირზე, არამედ აღწევენ სიღრმეებში. ოქროს ნამცეცებს პოულობენ. უდიდესი შრომით აცალკევებენ მათ მიწისგან და მაინც. ესოდენ დიდი შრომის მერე. მათი ძალისხმევა მცირედით თუ ანაზღაურდება. მათ კი იციან, რომ მათი გარჯისა შეუსაბოთ მცირე გასამჯელოს უნდა ელოდნენ, ხშირად კი მრავალი უძილობისა და ძალისხმევის შემდეგ სრულიადაც უცრუდებათ მოლოდინი, მაგრამ მაინც არ ცხრებიან და იმედით ფრთაშესხმულნი. შრომას არად აგდებენ. თუ კი ხრწნად, წარმავალ და არც თუ საიმედო საგნებზე ისინი ასრერიგად ზრუნავენ, მაშინ ჩვენ, ვისაც გვეძლევა წაურთმეველი სიმდიდრე, ულევი განძი და იმედის გაცრუებაც შეუძლებელია, საწადელის მისაღწევად განა უეჭველად არ უნდა მოუხმოთ ამგვარსავე და უფრო მეტ სიბეჯით ეს, ხოლო როდესაც სარგებელსაც მივიღებთ და ღვთის გამოუთქმელ კაცმოყვარებასაც შევიცნობთ, უფლის მადლიერი ვიყოთ. მისი კეთილგანწყობა მოვიხვეჭოთ და ამით ეშმაკისგან შეუპყრობელნი გავხდეთ. ამგვარად, დღეს შემოთავაზებულ საკითხავში გამოწვევით გავჩხრეკთ თითოეულ სიტყვას, რათა შეძლოთ შინჩვეული დამოწყვით სავსენი დაბრუნდეთ. ნათქვამია. ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი, როცა გააჩინა ღმერთმა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად გააჩინა ისინი, აქ ურთხა და უწოდა მათ სახელად ადამი. მათი შექმნის დღეს ყურადღებით დააკვირდი ამ საოცარი წინასწარმეტყველის სიბრძნეს. ან უпроსტად, სულიწმინდის სწავლებას, რადგანაც წმინდა სულის ჩაგონებით მოგვითხრობს იგი ყოველივეს, რასაც გვეუბნება. მისი ენით სულიწმინდის მადლი განსწავლის ჩვენს მოდგმას ყველა საქმეში. ამგვარად, ნახე, მოსემ სიტყვა კვლავ დასაწყისზე რო ჩამოაგდო, თითქოს აპირებდეს თავიდან დაიწყოს თხრობა, რატომ და რისთვის. იგი ხედავდა, რომ მაშინ მცხოვრები ადამიანებიც კი უკვე გამოავლენდნენ უდიდეს უმადურებას უფლის წინაშე. მათ ვერაფერი შეაგონა პირველ ქმნილის ბედისწერამ და ბოროტების უფსკრულში დაინთქნენ. ადამის ძემ, შურით შეპყრობილმა, მაშინვე ძმაზე აღმართა ხელი, რისთვისაც საზარელი სასჯელი დაედო, რაზედაც ადრე უკვე მოვახსენეთ თქვენ სიყვარულს. მისი შთამომავლები ამ სასჯელმაც ვერ მოიყვანა გონს, უფრო დიდ ცოდვებში ჩადგეს ფეხი, თქვენც ხომ ისმინეთ გუშინ ლამექის შესახებ, თავის ცოლებს მის მიერ ჩადენილ ცოდვებზე რომ მოუთხოვრო და თავის თავს სასჯელიც განუსაზღვრა. ამგვარად, რა კი ხედავს, რომ ადამიანთა გარყვნილება სულ უფრო მატულობს და ემსგავსება მავნებელ სითხეს, რომელიც სადაცაა მთელ სხეულს მოედება, მოსე აჩერებს ბოროტების წინსვლას და ხსენების ღირსადაც არ ხდის კაენიდან ლამექამდე არსებულ თაობებს. არამედ თითქოს და თავიდან იწყებს წიგნს, თითქოს და ლამობს. ადამი და ევა ანუგეშოს ძმისყველის აბელის წინააღმდეგ აღჭურვილი კაენისაგან მათთვის მოგრილ მწუხარებაში თხრობას იწყებს ამგვარად და ამბობს. ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი. როცა გააჩინა ღმერთმა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად გააჩინა ისინი, აქ ურთხა და უწოდა მათ სახელად ადამი, მათი შექმნის დღეს. დააკვირდი, მან მოიხმარა იგივე სიტყვები, რაც დასაწყისში ჰქონდა გამოყენებული, რათა ჩაგვაგონოს, რომ იმ თაობებს, ვითარცა სამარცხვინოსა და შეურაცხს, ხსენების ღირსადაც ართვლის, არამედ გენეალოგიას იწყებსაც დაბადებულისგან, ანუ სეთისგან, რათა შენ აქედანაც შეიგნო, როგორ ზრუნავს ღმერთი ადამიანთა მოდგმაზე და როგორ მიიქცევს პირს სისხლს მოწყურებული ადამიანებისგან. მოსე არას ამბობს მათზე, თითქოს და მათ არც არასოდეს ეცხოვრათ და ამით შეგვაგონებს, თუ რა დიდი ბოროტებაა ცოდვა და როგორ უნებენ თავის თავს ცოდვის მოყვარეები. აი, ეს ადამიანები საგვარეულო ნუსხიდანაც კი ამოიშლებიან.
და თუ მაინც ახსენებს ვინმე მხოლოდ იმისათვის, რომ მათი უწმინდურება ყველასგან შესარცხვენად გამოიფინოს და მომდევნო თაობებს ჭკუის სასწავლებლად გამოადგეთ. უკანონოდ მოკლულსა და ძმის ხელით განგმირულს კი მას მერე და დღემდე ქებას უმღერიან. დრომ არ წარხოცა, არც აბელის ხსოვნა, არც კაენის სირცხვილი გაუნადგურებია. პირველს დღეცის მარექებას ასხამს ყველა, მეორე კი დაუცხრომლად იკიცხება. ხედავთ განა, რაოდენია უწმინდურებისგან მოტანილი ზიანი და რადიადია სათნოების ძალა. როგორ იღუპება და განქარდება პირველი, თუმც შემტევი და დამარცხებელია, ხოლო მეორე, თუმც უამრავი უბედურების გადატანა უხდება, ამით უფრო დიდებული და ბრწყინვალე ხდება? ამის დამტკიცება თქვენი სიყვარულისთვის სხვა მსგავსი მოვლენების გახსენებითაც შეგვეძლო. მაგრამ იმისათვის, რომ არ გადაუხვიოთ საჭირო თანამიმდევრობას, კვლავ წაკითხულ სიტყვებს დაუბრუნდეთ. ნათქვამია: ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი. როცა გააჩინა ღმერთმა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად გააჩინა ისინი, აკურთხა და უწოდა მათ სახელად ადამი, მათი შექმნის დღეს. დააკვირდი, საღვთო წერილი, კვლავაც იწყებს რა ზემოდან მოყოლას, როგორ შეგვახსენებს, თუ რა პატივი ეღირსა ღვთისგან შექმნილ ადამიანს. როცა გააჩინა, ნათქვამია, ღმერთმა ადამი ღვთის მსგავსად შექმნა იგი. ანუ ყოველივე ხილულის უფროსად დააყენა. გამოთქმა ღვთის მსგავსად სწორედ ძალაუფლებასა და ბატონობაზე მიგვითითებს. როგორც ყოველთა ღმერთს ჰქონდა ძალაუფლება ყოველივე ხილულსა და უხილავზე, რა კი ყოველივეს შემოქმედი თავად იყო, ასევე როდესაც ადამიანი გონიერი არსებად შექმნა, მოისურვა რომ მას ებატონა. ყოველივე ხილულზე. ამიტომაც უძღვნა სული, რომ სამუდამოდ უკვდავის გაეხადა, როდესაც ადამიანი თავისი დაუდევრობით ცოდვით დაეცა და მისთვის მიცემული აღთქმა დაარღვია ღმერთმა მისი კაცთმოყვარებით, მაშინაც არ იბრუნა მისგან პირი სრულიად. არამედ სახჯელად უკვდავება დააკარგვინა, სიკვდილი განუჩინა, ხოლო ძალაუფლება თითქმის ძველივე შეუნარჩუნა. როდესაც შემდგომ ადამის ძე იმგვარმა სიშმაგემ შეიპყრო, რომ პირველი მკვლელობა ჩაიდინა, ძალადობრივი სიკვდილი არგუნა ძმას და თავისი უდიდესი ბიწიერება გამოავლინა, როდესაც მკვლელობას ტყუილიც დაურთო, მაშინ ღმერთმა მისი გონს მოყვანა ისურვა და ამისთვის ხანგრძლივი სასჯელი განუწესა, რათა არა მხოლოდ კანისთვის ყოფილიყო სარგო მისი სასჯელი, არამედ შთამომავლებისთვისაც ეჩვენებინა, თუ რაოდენ დიდია კაენის დანაშაული და რა უზომოა მისგან ჩადენილი უკანონობა. მაგრამ რადგანაც მისი შთამომავლებიც მათი უდიერობის გამო თანდათან სულ უფრო და უფრო იძირებოდნენ უკანონობაში, ღმერთმა თითქოს და მოისურვა. ენუგეშებინა ადამი, რომელიც დიდად წუხდა არა მხოლოდ საკუთარი დანაშაულის, არამედ კაენის უზნეობის და იმ აუტანელი უბედურების გამო, რომელიც მას საკუთარი თვალით იხილა. ამგვარად, კაცთმოყვარე ღმერთი მოისურვებს მისი მწუხარების შესადარი ნუგეში მიაგოს და უძღვნის კიდევ ერთ ძეს სეთს და ამით ანუგეშებს ამ ძისგან უკვე იღებს სათავეს ადამის მოდგმა. ამიტომაც ნეტარი წინასწარმეტყველი ამგვარად იწყებს საუბარს. ეს არის ადამიანის წარმოშობის წიგნი. მერე რა კი დაგვპირდა ადამიანთა შთამომავლობაზე მოეთხრო, დააკვირდი რა წესრიგს იცავს. ამბობს: ადამმა 230 წელი იცოცხლა და შეეძინა თავისი მსგავსი და თავისი ხატი და უწოდა სახელად სეთი. სეთის დაბადების შემდეგ შეემატა ადამიანს 700 წელი და 7 ძენი და ასულნი. სრული ხანი ადამიანისა რაც იცოცხლა იყო 930 წელი და მოკვდა. განა მართალს არ ვამბობდი თავიდანვე, რომ საღვთო წერილში ისეც ვერაფერს ნახავ ფუჭად და ტყუილად რომ იყოს დაწერილი. აი, აქაც რა სიზუსტი თქვა ნეტარმა წინასწარმეტყველმა. შეეძინა თავისი მსგავსი და თავისი ხატი და უწოდა სახელად სეთი. ადრე გაჩენილზე კი, ანუ კაენზე, ამგვარი არაფერი უთქვამს, წინასწარ მიგვახვედრა მისი ბოროტისკენ მიდრეკილი ბუნების შესახებ. და სამართლიანადაც. კაენმა არ დაიცვა მამისეული ზნეობა, არამედ მყის ბოროტისკენ მიიდრიკა. აქ კი მოსე ამბობს, თავისი მსგავსი და თავისი ხატი, ანუ ადამმა შვაძე, რომელიც მშობლისნაირი იყო, იგივე კეთილი თვისებები გააჩნდა, საკუთარი საქმეებით მამისეულ სახებას გამოავლენდა და შეეძლო თავისი სათნოებით უფროსი ძის დანაშაულით დამწუხრებული მამა ენუგეშებინა. აქ წერილი როცა ამბობს, თავისი მსგავსი და თავისი ხატი გვაუწყებს არა სხეულის ნაკვთა მსგავსებაზე, არამედ სულიერ მდგომარეობაზე, რათა ვიცოდეთ, რომ ეს ძე არ იქნება ისეთივე, როგორიც იყო კაენი. ამიტომაც დედა, როდესაც ამ ძეს სახელს არ ქმევს, მადლიერების გრძნობითა აღსილი და ბალღის დაბადებას მიაწერს არა ბუნებას ან საკუთარ შვილოსნობის უნარს, არამედ ღვთის ძალას, რომელმაც აღძრა ბუნება შობისათვის. უწოდა სახელად სეთი, ასე ამბობდა. სახელი სეთი ითარგმნება როგორც დაბადებული, რადგანაც აღმიდგინა ღმერთმა შთამომავლობა, კაენის მოკლული აბელის ნაცვლად. დააკვირდი რა ზუსტია ეს სიტყვები. ამბობს არა მომცა ღმერთმა, არამედ აღმიდგინა ღმერთმა. შენიშნე, რომ ამ გამონათქვამით უკვე მაშინ, თუმცა კი ბუნდოვნად, აღდგომის ჩანასახებზეა მინიშნება. ქალი თითქოს ამბობდა, მოკლულის სანაცვლოდ ეს აღმიდგინაო. თუმცა კი ის ძმის ხელმა მიწაზე დასცა და მოაკვდინა, ღვთის ძალმა დაცემულის სანაცვლოდ ეს აღმიდგინაო. რადგანაც აღდგომის დრო ჯერ არ დამდგარა, ღმერთმა აღადგინა არა მიცვალებული, არამედ სხვა მის სანაცვლოდ. ამიტომაც ამბობს ევა, აღმიდგინა ღმერთმა შთამომავლობა, კაენის მოკლული აბელის ნაცვლად. ხედავ დედაკაცის მადლიერებას,
ხედავ უფლის კაც მოყვარებას რა სწრაფად მიაგო მან ადამსა და ევას ნუგეში. ჩვენც მივბაძოთ ევას და ყველაფერი ზეგარდმო მადლს მივაწეროთ, რადგანაც მართალია ბუნება მოქმედებს, მაგრამ არა საკუთარი ძალით, არამედ შემოქმედის ბრძანების მორჩილებით. და დაე, ნურასოდეს მოყვებიან ჩივილს დედანი, თუ კი ვერ შობენ. არამედ მადლიერი გულით მიმართონ ბუნების შემოქმედს და მისგან, ბუნების უფლისგან, ითხოვონ შვილიერება. დაე, ბავშვის დაბადებას ნუ მიაწერენ ნურც ცოლქმრულ თანაცხოვრებას, ნურც რამე სხვას, არამედ მიაწერონ ყოველივე შემქმნელს, ვინც არ ყოფნიდან ყოფნაში გამოიხმო ჩვენი არსობა და მისი ხინჯების გამოსწორებად შეუძლია. ევას ისიც კი რაც მწუხარების მიზეზად ჰქონდა, ხოტბის სათქმელად წააქეზებს. ქალი ყველაფერს ღვთის ძალას მიაწერს და ასე ამბობს. აღმიდგინა ღმერთმა შთამომავლობა, კაენის მოკლული აბელის ნაცვლად. ხედავ განა რომ იგი დრტვინვას არ მოჰყოლია, არ წარმოუთქვამს არც ერთი მწუხარე სიტყვა, არამედ პირიქით, სულ გრძელად გადაიტანა რა თავს დამწყდარი უბედურება, მალევე გახდა ნუგეშის ღირსი და კიდევ უფრო მეტი მადლიერება შეიმოსა, უფლისგან ბოძებულ სიკეთეზე გვაუწყა. დააკვირდი, უფალიც რა უხვად გასცემს წვენს. არა მხოლოდ აჩუქა ძე, არამედ წინასწარვე აუწყა, რომ ეს ძე კეთილიზნის იქნებოდა. შეეძინაო, ამბობს წმინდა წერილი თავისი მსგავსი და თავისი ხატი და უწოდა სახელად სეთი. და რომ ჩვენს დაუყოვნებლივ დავრწმუნდეთ ამ სათნოებაში. დააკვირდი, თავად სეთით საკუთარი ძის სახელში რაგვარ გამოხატავს თავის ღვთისმოყვარე სულს. ნათქვამია. სეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოსი. მაშინ დაიწყო უფლის სახელის ხსენება. აი სახელი დიადემაზე უფრო ბრწყინვალე, პორფირზე უფრო დიდებული. რა შეიძლება იყოს იმ კაცზე უფრო ნეტარი, რომელიც ღმერთის ხსენებით შეიმკობა და ეს ხსენება სახელადაც აქვს? ხედავ, ყველაზე უბრალო დასახელებებშიც კი როგორც თავიდანვე გეუბნებოდით, აზრის უდიდესი სიმდიდრე რო არის დაფარული. აქ, შვილების სახელებში, ჩანს არა მხოლოდ მშობლების კეთილი ღირსება, არამედ შვილებზე უდიდესი ზრუნვაც გამოვლინდება, რადგანაც ისინი მათ გაჩენილ შვილებს ამ სახელების მეშვეობით სულ თავიდანვე ასწავლიდნენ, არ გაშორებოდნენ სათნოებას. ისე კი არ იქცეოდნენ, როგორც ახლა ირჯებიან მშობლები ბავშვებისთვის სახელების დარქმევისას, მარტივად და საალბედოდ რომ ურჩევენ სახელებს და ამბობენ, დაე, პაპის და პაპის სახელი ერქვას ბავშვსო. ძველები კი ასე არ იქცეოდნენ. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, ისეთი სახელი შეერჩიათ, რომლებიც არა მხოლოდ მათ მიმღებებს წააქეზებდა სათნო ცხოვრებისთვის, არამედ სხვასაც, ყველას და მომავალ მოდგმებსაც გამოსდგომოდა ყველანაირი სიბრძნის შეგონებად. ამას მოგვიანებითაც დავინახავთ, საუბრის მიმდინარეობის კვალ და კვალ, ნურც ჩვენ შეურჩევთ შვილებს შემთხვევით სახელებს, ნუ დავარქმევთ მათ მამების, პაპების და პაპის პაპების, აგრეთვე წარჩინებული გვარის ადამიანების სახელებს. არამედ დავარქვათ იმ წმინდანების სახელები, ვინც სათნოებით გაბრწყინდნენ და ღმერთის წინაშე უდიდესი კადნიერება მოიხვეჭეს. მაგრამ მხოლოდ ამ სახელების იმედადაც ნუ იქნებიან მშობლები ან მათი მატარებელი ბავშვები, რადგანაც სახელი სათნოების გარეშე არანაირი სარგებლის მომტანი არ არის. ხსნის იმედი კეთილი საქმის ჩადენაში უნდა ვეძიოთ და გავდიდეთ არა სახელით, არა წმინდანებთან ნათესაობით, არამედ ჩვენი საქმეების სიმართლით. ან უკეთ, არც ამით გავდიდეთ, არამედ სწორედ მაშინ დავიმდაბლოთ და დავიმციროთ თავი, როდესაც სათნოების მდიდრულ საგანძურს შემოვიკრებთ. ასე მოხვეჭილ სიმდიდრესაც დავინარჩუნებთ და უფლისთვის სათნოდ შევიქნებით. ამიტომ ეუბნებოდა ქრისტეც თავის მოწაფეებს. ოდესღოთ ბრძანებული თქვენ და თქვით ვითარმეთ, მონანი ვართ უხმარნი. ასე თავმდაბალს ხდის იგი მათ გონებას და შეაგონებს თავმდაბლები იყვნენ, არ იკვეხნიდნენ კეთილ საქმეებს, არამედ იცოდნენ, რომ ყველა სათნოებათაგან უდიდესი ის გახლავთ, რომ სათნო ადამიანი თავმდაბლობას ინარჩუნებდეს. მაგრამ კვლავ დაუბრუნდეთ ჩვენ სასაუბროს და ვნახოთ, ვინ დაიბადა მათ შემდგომ დროში. იმედი უნდა გქონდეს, რომ ჩვენ ასე თანდათნობით წინ მავალნი, უფრო მეტგანც აღმოვაჩენთ უდიდეს და გამოუთქმელ სიმდიდრეს. იცოცხლა ენოსმა ეს სეთის ძია 90 წელი და შვა კაინანი. კაინანმა შვა მალელეილი, მალელეილმა შვა იარედი, იარედმა შვა ენუქი. იცოცხლა ენუქმა 190 წელი და შვა მათუსალა. წმინდა წერილი ამბობს, სათნო ეყო ენუქ ღმერთს. იცოცხლა ენუქმა მათუსალას დაბადების მერე 200 წელი და შვა ძენი დაასულნი. დადიოდა ღმერთთან ენუქი მათუსალას დაბადების მერე 200 წელი და შვა ძენი დაასულნი. სრული ხანი ენუქისა იყო 365 წელი. სათნო ეყო ენუქ ღმერთს და არ მოიძებნა, რადგან გარდაცვალა იგი ღმერთმა. დადიოდა ღმერთთან ენუქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა. განამართალს არ ვამბობდი, რომ წინ როცა წავიწევთ ამ სახელებში დიდ და გამოუთქმელ სულიერ სიმდიდრეს ვიპოვით, შენიშნე საყვარელო მართლის სიქველეც, კურთხეული უფლის უზომო კაცთმოყვარებაც და საღვთო წერილის სიზუსტეც. იცოცხლა ენუქმა, ამბობს იგი 65 წელი და შვა მათუსალა. სათნო ეყო ენუქ ღმერთს. ისმინეთ ეს მამაკაცნო და დედაკაცნო, ისწავლეთ მართლის სათნოებანი და ნუ იფიქრებთ, თითქოს და ქორწინება დაბრკოლებაა ღვთისთნევის საქმეში.
საღვთო წერილმა იმიტომაც მიგვითით ამაზე მრავალჯერ და გვითხრა, რომ ენუქმა შვა მათუსალა და მაშინაც სათნო ეყო ღმერთს და კვლავაც გაიმეორა იგივე. იმიტომ რომ არავინ იფიქროს თითქოს და ქორწინება დაბრკოლებაა ღმერთის თნევის საქმეში. თუ კი ვიფხიზლებთ, მაშინ ვერც ქორწინება, ვერც ბავშვების აღზრდა, ვერც სხვა ვერაფერი დაგვაბრკოლებს ღვთისთვის საამო საქმეში. აი, ენოქიც, ვინც ჩვენივე ბუნების იყო და ცხოვრობდა მაშინ, როდესაც ჯერ არ გქონდა რჯული მოცემული, არ შეისწავლიდა წმინდა წერილს და ვერც სხვა ვერაფრით ხელმძღვანელობდა კეთილად განსაბრძნობად თავისთავად და საკუთარი ნებით ისე აამა ღმერთს, რომ დღემდე ცოცხალია და სიკვდილი არ უგემია. ქორწინება და შვილები საყვარლებო დაბრკოლება რომ ყოფილიყო სათნოების გზაზე, მაშინ ყოველივე შემოქმედი ჩვენს ცხოვრებაში ქორწინებას არ დანერგავდა, რათა საჭირო და აუცილებელ საქმეებში ზიანი არ მოგდგომოდა. მაგრამ რა კი ქორწინება არათუ არ გვაბრკოლებს ღვთის სათნო ცხოვრებაში, თუ კი სურვილიც გვაქვს რომ ვიფხიზლოთ, არამედ მგზნებარე ბუნების დასაოკებელ უდიდეს საშუალებას გვაძლევს, ზღვას აღელვებას არ ანებებს და ნავს მუდამ ნავსადგურისკენ მოუხმობს ღმერთმა ადამიანთა მოდგმას, ამიტომაც უბოძა ამგვარი ნუგეში. ხოლო ჩემი სიტყვების სიმართლეს ეს მართალიც ადასტურებს. სათნო ეყო ენუქ ღმერთს, იცოცხლა ენუქმა მათუსალას დაბადების მერე 200 წელი. თანაც სათნო ცხოვრებას ეწეოდა არც თუ ცოტა ხანს, არამედ როგორც ამას წმინდა წერილი ამბობს 200 წელიწადს. და რადგანაც პირველ ქმნილის მერე გამოჩნდა ადამიანი, რომელიც სათნოების მწვერვალზე დადგა და თავისი ღვთის მაამებლობით პირველმშობლის ცოდვა ზღო, ახლა ნახე რა უზომო კაცთმოყვარებით მოეპყრა მას კურთხეული ღმერთი. რა კი ნახა ადამიანი, რომელსაც ადამის ცოდვის ზღვა შეეძლო, გადაასახლა იგი ცოცხლად და საქმით დაგვანახა, რომ მან მცნების მიმღები ადამი მისი დარღვევის გამო დასაჯა და არა იმიტომ, რომ სურდა ჩვენი მოდგმა სიკვდილისთვის დაიქვემდებარებინა. სათნო ეყო ენუქ ღმერთს და არ მოიძებნა, რადგან გარდაცვალა იგი ღმერთმა. ხედა უფლის სიბრძნეს, გარდაცვალა ცოცხლად. უკვდავება კი არ უბოძა ადამიანთა მოდგმაში ცოდვის შიში რომ არ დაესუსტებინა. მან ხელუხლებლად მთელი მისი საშინელებით დატოვა ეს შიში ადამიანთა შორის. ამის გამო მას სურს ბუნდოვნად და საიდუმლოდ ასე ვთქვათ გააუქმოს ადამიანისთვის გამოცხადებული განაჩენი. ამას ცხადად არ ჩადის, რათა ადამიანებს შიში შეგონებად გამოადგეთ. ამის გამო მან გარდაცვალა ღვთისთვის სათნოდ ქმნილი ენუქი. და თუ კი ვინმე დაინტერესდება და იკითხავს, სად გადაასახლაო და ნუ თუ დღემდე ცოცხალიაო, მან დაეისწავლოს, არ გაიტაცოს ადამიანური დასკვნების გამოტანამ და ცნობის მოყარეთ ნუ განჭრიკავს ღმერთის საქმეებს, არამედ ირწმუნოს ის, რასაც საღვთო წერილი გვეუბნება. როდესაც ღმერთი რამეს გვაუწყებს, კი არ უნდა ვედაოთ მის სიტყვებს, არამედ ღვთის უწყებული, თუნდაც თვალისთვის უხილავი, თვალსაჩინო საგნებზე უფრო სარწმუნო უნდა იყოს. საღვთო წერილმა გვითხრა, რომ ღმერთმა გადაასახლა ენოქი, გადაასახლა ცოცხლად, ისე რომ მას სიკვდილი არ უგემია, რომ ღვთის მაამებლობით იგი კაცთა მოდგმისთვის გამოცხადებულ სიკვდილის განაჩენზე ამაღლდა. ხოლო ის თუ სად გადაასახლა და ამჟამად როგორ სუფევს, ეს ამბავი აღარ დაურთო. ხედავ განა ღვთის სახიერებას, როდესაც იგი სათნო კაცის მპოვნელი არ ართმევს მას იმ ღირსებას, რაც პირველ ადამიანს უძღვნა მცნების დარღვევამდე და ამით გვიჩვენებს, რომ ისიც პირველი მიცემული მცნების დარღვევის ცდუნებას რომ არ აყოლოდა, ისიც იგივე ან იქნებ უფრო დიდ სიკეთეთა ღირსი გახდებოდა. წერილი ამბობს, იცოცხლა მათუსალამ 185 წელი და შვა ლამექი, იცოცხლა ლამექმა 188 წელი და შვაძე, უწოდა მას სახელად ნოე. ასე თქვა, ეს მოგვასვენებს ჩვენი საქმეებისგან, ჩვენს ხელთა მწუხარებისგან და ქვეყნისგან, რომელიც დასწევლა უფალმა. შენიშნე ახლას ლამექისგან ნაშობის სახელში საიდუმლოთა დიდებულება, უმაღლესი წინასწარმეტყველება და სახიერი ღმერთის გამოუთქმელი კაცთმოყვარება. რა კი თავისი მჭვრეტელობით მომავალი განჭვრიტა და გაითვალისწინა, რომ ადამიანთა უღირსებანი გამრავლდებოდა, იგი ძის სახელით წინასწარმეტყველებს უბედურებას, რაც ადამიანთა მთელ მოდგმას უნდა დაატყდეს თავს იმისათვის, რომ ადამიანები შიშმა მაინც მოაგოს გონს, ცოდვისგან თავი შეიკავონ და სათნოებისკენ მიიქცნენ. ღმერთის მოთმინება შენიშნე. რამდენი წლით ადრე იძლევა წინასწარმეტყველებას, რათა თავისი კაცთმოყვარება აჩვენოს და ყველანაირი გამართლება ამოწუროს მათთვის, ვინც სასჯელს მიიღებს. მაგრამ იქნებ ვინმე მიკითხოს, საიდან აქვს ლამექს წინასწარმეტყველების ამგვარი ნიჭი? წმინდა წერილი ხომ არ ახსენებს, რომ ის სათნო და საოცარი კაცი იყო. ნუ გაიკვირვებს საყვარელო. ყოვლად ბრძენი და კეთილად მხედი უფალი ხშირად დაუშვებს უღირსმა ადამიანებმაც იწინასწარმეტყველონ საოცარი და დიდებული საქმენი და ამას ვხედავთ არა მხოლოდ ძველ, არამედ ახალ აღთქმაშიც. ისმინე რას ამბობს მახარობელი კაიფაზე, იუდეველთა მღვდელმთავარზე. ესე თავით თვისით არა თქვა, არამედ მღვდელმოძღვარი იყო მის წელიწადი, საიდაც წინასწარმეტყველა, რამე თუ ეგულებოდა იესოს მოსიკუდით ნათესავთათვის. და არა ხოლო ნათესავთათვის, არამედ რაიცა შვილნიცა ღვთისანი გამბნეულნი შეკრიბნეს ერთად. ნახავ რომ რაღაც ამგვარი მოხდა ბალამთანაც. მას ებრაელი ხალხის დასაწყევლად მოუხმეს, მან კი არა მხოლოდ არ დაწყევლა, არამედ დიდებული და საოცარი საქმენი იწინასწარმეტყველა და არა მარტო ხალხზე, არამედ მაცხოვრის მოსვლის შესახებაც. ნუ გაგიკვირდება, რომ ახლა ლამექიც თავის ძეს ამ სახელს არ ქმევს, არამედ ყველაფერი ღმერთს მიაწერე,
რომელიც ყოველივეს მოაწყობს თავისი კეთილმხედველის სიბრძნით, უწოდა მას სახელად ნოე, ეს სახელი კი ნიშნავს დასვენებას. ამგვარად, ლამექი დასვენებას უწოდებს იმ საქვეყნო დაღუპვას, რომელიც ამდენი წლის გასვლის შემდეგ უნდა აღსრულებულიყო მსგავსად იმისა, როგორც იობი ამბობს. სიკვდილი კაცის მოსვენებაა. მართლაც, რადგანაც უზნეობა მრავალ და დიდ შრომას შეგამთხვევს, მაშინ მის შეწყვეტას და განადგურებას, რაც წარღვნით უნდა აღსრულებულიყო, მოსვენებას უწოდებს. თქმულია: უწოდა მას სახელად ნოე. შემდეგ განგვიმარტავს ამ სახელის მნიშვნელობას და ამბობს: ეს მოგვასვენებს ჩვენი საქმეებისგან, ანუ უბედურებას აგვარიდებს ჩვენს ხელთამწუხარებისგან იგივე ითქმის, ანუ ბოროტის საქმეებისგან მოგვასვენებს. წმინდა წერილი ასე ამბობს არა იმიტომ რომ ხელები მწუხარებდნენ, არამედ იმიტომ რომ მათი ქმედებით და ავი საქმეებით მრავლდებოდა კაცთა საწუხარი. და ქვეყნისგან, რომელიც დასწყევლა უფალმა, ანუ გაგავათავისუფლებს თავს დატეხილი ყველა უბედურებისგან, ჯაფისა და მწუხარებისგან, რაც განუყრელად სდევს თან იმ მიწაზე მუშაკობას, პირველი ადამიანის დანაშაულის გამო რო დაიწყევლა. დააფიქრდი ახლა, საყვარელო ეს ბავშვი ნელ-ნელა რომ იზრდებოდა, ყველა მისი მნახველისათვის გაკვეთილი რომ იყო. ყველას, ვინც კი ამ ბალღის სახელს იკითხავდა, მისი სახელის მნიშვნელობა ადამიანთა მოდგმის მოსალოდნელ დაღუპვაზე აუწყებდა. მავანს უფლისგან შთაგონებულს მხოლოდ რომ ეთქვა ეს მოხდებაო, ამ წინასწარმეტყველებას მყის დაივიწყებდნენ და ყველას არც ეცოდინებოდა მოსალოდნელი მძიმე სასჯელის შესახებ. ახლა კი, ყველას თვალწინ მცხოვრები ეს ადამიანი, ყველას შესაფერის თუ შეუფერებელ დროს, ყველას ახსენებდა ღვთის რისხვის შესახებ. და იმისათვის რომ ზუსტად ვიცოდეთ, თავის სახელით ეს ზერამდენ ხანს შეაგონებდა ყველას, დახსნოდნენ უზნეობას, ქველსაქციელს მისძალებოდნენ და ამის წყალობით ღმერთის უდიდესი რისხვა აეცდინათ, წმინდა წერილი გვეუბნება. 500 წლისა იყო ნოე, როცა შვა სემი, ქამი და იაფეთი. აი, კიდევ ერთი მართალი კაცი, ვინც სოლითა და შვილებით ურთ მეტად სათნო ეყო ღმერთს და ამაში არ დაბრკოლებულა არც ქორწინებით, არც ბავშვების აღზრდით. მაგრამ ამასთანავე შეუძლებელია არ გაგვიკვირდეს როგორც ღმერთის ხანგრძლივი მოთმინება, ისე მაშინდელი ადამიანების უკიდურესი უმადურება. ეს მართალი კაცი 500 წლის განმავლობაში ღაღადებდა და მოწმობდა თავისი სახელით იმ წარღვნის შესახებ, რაც მთელ სამყაროს უნდა დასწყდომოდა თავს უზნეობათა გამრავლების გამო და მათ მაინც არ მოისურვეს, გარიდებოდნენ ბილწ საქციელს. მაგრამ კაცთმოყვარე ღმერთი ასეთი წინასწარმეტყველების შემდეგაც კი, ამდენი წლის გასვლის შემდეგაც კი არ მოავლენს სასჯელს, არამედ ნებავს, კლავაც მოთმინება გამოავლინოს და თავის ლმობიერებას კიდევ მრავალი წლით აგრძელებს. ღმერთმა ადამიანთა მოდგმა შექმნა არა იმისთვის, რომ დაესაჯა იგი, არამედ სრულიად პირიქით, მათთვის მიძღვნილი ურიცხვის სიკეთით კბობისათვის. ამიტომაც ხედავ ყოველთვის როგორ აყოვნებს და გადადებს სასჯელის მოვლინებას. მაგრამ იმის გამო რომ მრავალი საგნით არ გადავტვირთოთ თქვენი მეხსიერება, სიტყვას აქ შევაჩერებთ და დანარჩენ სათქმელს ხვალისთვის გადავდებთ. ვისმინოთ ეს, საყვარელო. და არა მხოლოდ ვისმინოთ, არამედ ვისწავლოთ ზნეობრიობაზე ზრუნვა და ღვთის მაამებლობის დაფასება. ნუ მოვიმიზეზებთ ნურთ შინაურ საქმეებს, ნურთ მეუღლეზე ზრუნვას, ნურთ შვილების მოვლას, ნურთ რამე სხვა საზრუნავს. ნუ ჩავთვლით, თითქოს და ამით შეგვეძლოს, საკმარისად ვიმართლოთ თავი უდიერი და უზრუნველი ცხოვრების გამო. ნუ წარმოვთქვამთ ფუჭ და უაზრო სიტყვებს. მე ერისკაცი ვარ, ცოლი მყავს და შვილები მახვევიაო. ძალიან ბევრს აქვს ჩვევათ ამის თქმა, როდესაც ჩვენ ვარწმუნებთ სათნო ცხოვრებისთვის იღვაწონ ან ბეჯითად იკითხონ წმინდა წერილი. ეს ჩემი საქმე არ არისო, ასე ამბობენ. განა მე უარყავი სოფელი, განა მონაზონი ვარ. აბა რას ამბობ, კაცო? განა მხოლოდ მონაზნის საქმეა ღვთის მაამებლობა? ღმერთს ყოველთა კაცთა იჰნებავს ცხოვრებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაი და არ სურს რომ ვინმემ უგულებელყოს სიკველე. ისმინე რას ამბობს თავად უფალი წინასწარმეტყველის პირით, განამ სურს ბოროტეულის სიკვდილი, არამედ რომ მოიქცეს თავისი გზებიდან და იცოცხლოს. მითხარი, ამ მართალ კაცს რამით უშლიდა ხელს ცოლთან თანაცხოვრება ან შვილებზე ზრუნვა. ასე რომ გთხოვთ, ჩვენც ნუ მოვიტყუებთ თავს, არამედ რაც უფრო დავიტვირთებით ამგვარი საზრუნავით, მით მეტი კურნება მივიღოთ საღვთო წერილის კითხვისგან. იმ ადამიანებსაც ხომ ჩვენაირი ბუნება ქონდათ. თანაც მათ არ გააჩნდათ იმდენი წამქეზებელი, სათნო ცხოვრებისკენ რომ მოუწოდებდა. მაშ რა პატიების ღირსი ვიქნებით, ვინც ამგვარი სწავლებითაც ვტკბებით, ვისაც ესოდენ დიდი მადლი გვირსებია, ვისაც ზეგარდმო შემწეობას გვეხმარება და გამოუთქმელი სიკეთეების დაპირებაც მიგვიღია, თუ კი ჩვენი სათნოებით ძველ ადამიანებსაც ვერ შევწდებით. თუ ყურადღებით ვიქნებით, დღეს უწყებულით საკმარისია, რომ სათნოება შევიყვაროთ და არ ვიფიქროთ, თითქოს შეიძლება მისკენ სავალ გზაზე რამემ დაგვაბრკოლოს. თუ კი რჯულის მიღებამდე მცხოვრებმა ადამიანებმა მხოლოდ ბუნების ჩაგონებით ესოდენ დიდი სიქველეს მიაღწიეს, მაშინ რა გვეთქმის ჩვენ, ვინც ასეთ პირობებში ვცხოვრობთ, ქრისტეს მოსვლისა და ურიცხვის სასწაულების შესახებ ვიცით და სათნოებისგან ესოდენ შორს ვდგავართ? ამიტომ გთხოვთ, ზედაპირულად კი არ გადავიკითხოთ, არამედ ყურადღებით ჩაუკვირდეთ საღვთო წერილის შინაარს, რათა მისი მეშვეობით შეგვეძლოს როდისმე თუნდაც გვიან ღვთის სათნო ზნეობას მოვეკიდოთ. თუ ჩვენ ყოველდღე გასმენთ ამ სულიერ სწავლებას, თქვენ კი ძველებურადვე უზრუნველები დარჩებით, მაშ რა სარგებელს მოგიტანთ გამოწყვეტელი სწავლება? და ჩვენც რა ნუგეში მოგვეცემა, თუ დავინახავთ, რომ ჩვენი ესოდენ დიდი შრომა უნაყოფო რჩება და ჩვენ მცდელობას ჭეშმარიტი წარმატება არ მოსდევს?
მითხარი, განა ორი ბუნებისგან არ შევდგებით, ანუ სულისა და ხორცისგან? მაშ, რატომ ერთნაირად არ ვუვლით ერთსაც და მეორესაც? არამედ ვცდილობთ ხორცს, ყველანაირად ვემსახუროთ ექიმებსაც ვუხდით ფულს. თავადაც ერთობ ვზრუნავთ მასზე, ძვირფას სამოსშიც ვახვევთ, საკვებსაც საჭიროზე მეც ვაწვდით, გსურს, რომ მუდამ მოსვენებული იყოს და არანაირმა ავადობამ არ შეაშფოთოს, ხოლო თუ რამე შეაწუხებს, მისთვის უსიამოვნების მოსაშორებლად ძალღონეს არ ვიშურებთ. ასე ვზრუნავთ ხორცზე, რომელიც თავისი არსებით უფრო დაბლა მდგომია. მაგრამ მითხარი, ვით გაუტოლოთ ერთმანეთს სული და ხორცი? თუ კი გსურს მათ შორის განსხვავება დაინახო, დააკვირდი რა უბადრუკი ხდება ხორცი, როცა მას სული დატოვებს. მაშ შენ, ვინც ამდენ ზრუნავ ხორცზე, რატომ და რისთვის ზრუნავ სულზე, ესოდენ მცირედ, რად არ გსურს მისთვის არც შესაფერისი საკვების მიცემა, ანუ საღვთო წერილის მოძღვრების სმენა, არც მაკურნებელი მალამოების დადება მის ჭრილობებსა და წყლულებზე, რომლებიც ძალას არ თმევენ და სიფხიზლეს უდუნებენ. არამედ პირიქით, უყურადღებოდ ტოვებ, როდესაც იგი შიმშილით დნება, როდესაც წყლულებით გაილევა და ვით ქოფაგძაღლებს, ისე უვარდება პირში ავსა და ბიწიერ ზრახვებს, რომლებიც ჯიჯგნიან და მის სიმტკიცეს ანადგურებენ? რატომ არ ვზრუნავთ უხორცო და უხილავ სულზე იმდენს, რამდენსაც ხილულ სხეულზე, როდესაც მასზე ზრუნვა არამარტო მოხერხებული და ადვილია, არამედ არც არანაირ ხარჯებს და შრომას არ მოითხოვს. სხეულზე ზრუნვისას და ხორციელი ავადობების კურნებისას ბევრი ფულიც იხარჯება, ნაწილი ექიმებზე, ნაწილი სხვა საჭიროებებზე, ანუ საკვებსა და ტანსაცმელზე აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მრავალნი უდიდესი თავშეუკავებლობით საჭიროზე მეც მოიხმარენ ერთსაც და მეორესაც. სულთან დაკავშირებით კი არაფერი მსგავსი არ გჭირდებათ, არამედ ისევე, როგორც სხეულს აწვდი ყოველდღიურ საკვებს და მისთვის ფულს ხარჯავ თუ მოისურვებ, არც სული აშიმშილო. არამედ მიაწვდი შესაბამის საკვებს, ანუ წმინდა წერილით და სულიერი სწავლებით დამოძღვრას არა პურითა, ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღვთისაო, გვასწავლის წმინდა წერილი. მაშინ საუკეთესო გზით მოიწყობ ცხოვრებას და სათანადო ყურადღებას მიაგებ იმას, რაც კი უძვირფასესი გვაბადია. ამიტომ, ისევე როგორც სხეულს უზრუნველყოფ სხვადასხვაგვარი სამოსით წელიწადის დროების და სამოსის მრავალგვარობის შესაბამისად, ასევე სულს ნუ გაუშვებ შიშველს სახეტიალოდ. კეთილი საქმეებით შეუმოსველს. ჩააცვი ღირსეული სამოსი. ამით მყის აღადგენს მას და ბუნებრივ ჯანმრთელ მდგომარეობას დაუბრუნებ. და განა რა არის სულის სამოსი? მოწყალება და გლახაკებთან გამოვლენილი ხელგაშლილობა. აი, სულის უმშვენიერესი საფარველი, აი მისი ნათელი სამოსი. ხოლო თუ გსურს არა მხოლოდ ჩააცვა, არამედ შეამკო კიდევაც იგი, სხეულის დარად, ამას დაურთელ ლოცვა და ცოდვათა აღსარება და მუდამ იბანე სახე მისი დაუშრობელი ცრემლით. როგორც ხორციელ სახეს გულმოდგინედ იბან ყოველდღე, რათა არ აჩნდეს და არ აუშნოვებდეს არანაირი სიბინძურე. წადე სულს ასევე მოექცე ყოველდღე ბანე ცხარე ცრემლთა დენით. ამ ცრემლოვანი წყლით უწმინდურებისგან გამბანილი სული სულ უფრო მეტად ბრწყინდება. და რა კი მრავალი დიაცი ხორცის განებივრებას მიჰყოფს ხელს, უგულებელს ყოფს მოციქულის მცნებას, რომელიც გვავალებს, არ მოვირთოთ არც თმების ნაწნავით, არც ოქროთი თუ მარგალიტებით, არც ძვირფასი სამოსით და უდიდესი ფუფუნებით ირთვებიან და არა მხოლოდ დიაცნი, არამედ განებივრებული მამაკაცებიც დადიან დიაცურ სისუსტეებამდე, ბეჭდებს იცვამენ თითებზე და ურიცხვი პატიოსანი თვლებით ირთვებიან, რის გამოც სირცხვილით უნდა იწოდნენ. მაშ დაე, ამათაც და იმათაც ისმინონ ჩვენი სიტყვები და ეს ძვირფასეულობა, რომელთაც მრავალი ზიანი მოაქვთ მამაცებისა თუ დიაცებისთვის, სულის სამკაულებად აქციონ და იგი შეამკონ მათი მეშვეობით. თუნდაც მომხიბლავ სხეულზე დაბნეული ძვირფასეულობა აუშნოვებს მას. და პირიქით, სულზე დაბნეული, თუნდაც მახინჯზე დიდ სილამაზეს ძენენ მას. მაგრამ იტყვი, როგორ შეიძლება სული მოვირთოთ ამ სამკაულებით? ისევ და ისევ გლახაკთა ხელით. ისინი მოწყალების მიღებისას გამცემის სულს მშვენებას ძენენ. მათ გადაეცი შენი ძვირფასეულობა და მათ წიაღში გააბნიე. ისინი კი იმგვარ სილამაზეს შეძენენ შენ სულს, რომ მისი მშვენებით ყველაზე ჭეშმარიტ სიძეს მოხიბლავ და ურიცხვ სიკეთეს მიეგები. ამ სილამაზით უფლის გულს მოიგებ და შენი გახდება ყველა სიკეთის წყარო, გამოუთქმელი სიმდიდრის პატრონი შეიქნები. ამგვარად, თუ კი გსურს, ღმერთს მოვაწონოთ თავი, დავეხსნათ სხეულის მორთვაზე ზრუნვას, სულის სილამაზეზე ვიზრუნოთ დღეცისმარე, რათა მოვიპოვოთ კაცთმოყვარე ღმერთის კეთილგანწყობა და შევიძინოთ გამოუთქმელი სიკეთე მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა მამისა და სულისა წმინდისა თანაშვენის დიდება, ძალი და პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.